კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა. ღონისძიება პროექტის საქართველოს მომავლის ვარსკვლავების ფარგლებში შედგა. უკაცრავად საღამოზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდა მუსიკოსები ჩელისტი ლიზი რამიშვილი და მევიოლინე ელისო გოგიბედაშვილი. სიმფონიურ ორკესტრს კი მაესტრო რობერტ ბოკირი დირიჟორობდა. კლასიკური მუსიკის კონცერტს დიდ კორპუსი და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ისეთი ლამაზი და ისეთი კარგი საღამოა, რომ კიდევ ერთხელ წუნდებით იმაში, რომ საქართველოში მართლა უამრავი ნიჭიერი ბავშვია. ეს ბავშვები არიან, მაგრამ უკრავენ ძალიან რთულ მუსიკას, თუ მოусმინეთ და დააკვირდით და ყოველთვის მზადავართ, რომ დავეხმაროთ მათ. დაგეგმილი გვაქვს კიდევ სხვა მათი ასეთ ღონისძიებების გამართვა. 7 წელი საქართველოში არ ვიყავი და ეხლა დებიუტი მაქვს სიბილის კონცერტისთან ორკესტრა და ძალიან ბევრი ემოციონები მაქვს. იმედია მაყოლება მოეწონა ჩემი გამოსვლა.